ჩინეთში ჩასული ვლადიმერ პუტინის მტკიცებით რუსული მხარე აკეთებს ყველაფერს, რათა ხელი შეუწყოს ბევრად უფრო სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას და ამავე დროს პატივისცემას იჩენს სახელმწიფოთა სუვერენული განვითარებისადმი. პეკინში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ამავე ქალაქში სინ ძინპინთან დონალდ ტრამპის შეხვედრებიდან არასრული ერთი კვირის თავზე შედგა. თუმცა კრემლის მტკიცებით ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები დიდი ხნით ადრე ჰქონდა დაგეგმილი და ისინი ეძღვნება რუსეთ-ჩინეთს შორის 2001 წელს ხელმოწერილი მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ დოკუმენტის 25 წლის თავს. ჩინელ კოლეგასთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა ძირითადი აქცენტი გაამახვილა ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობაზე, წირთბრუნვასა და ამ მიმართულებით სამომავლო პერსპექტივებზე. ამავე თემაზე პუტინმა ვიდეო მიმართვა ჩაწერა ჯერ კიდევ პეკინში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, კრემლში საკუთარი კაბინეტიდან. ბატონო სი ძინპინ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, დროული იქნება ციტადად მოვიყვანოთ ჩინური ანდაზა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილი არსებობს ასეთი გამოთქმა. ერთმანეთი მთელი დღე არ გვინახავს, მაგრამ თითქოს 3 შემოდგომა გავიდა. გულწრფელად მოხარული ვარ თქვენი ნახვით. მუდმივად ვინარჩუნებთ როგორც პირად კავშირებს, ისე ხელისუფლებებში შუამავლების მეშვეობით. სიამოვნებით ვიხსენებ გასულ წელს როგორ ქონდა შესაძლებლობა ერთად მიგვეღო მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის თავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში. 25 წლის წინ ჩვენმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად უდევს ყველა სფეროში თანამშრომლობას და დღემდე აქტუალურია. საგარეო პოლიტიკურ საკითხებში ჩვენი ურთიერთობები საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორია, რაც ხელს უწყობს სტაბილურობის უზრუნველყოფას. მიმდინარეობს პოლიცენტრული მსოფლიო წესრიგის ფორმირების რთული პროცესი, რომელიც დაფუძნებულია მისი ყველა მონაწილის ინტერესის ბალანსზე. ჩვენს ჩინელ მეგობრებთან ერთად ჩვენ ვიცავთ კულტურულ და ცივილიზაციურ მრავალფეროვნებას, ასევე ვიჩენთ პატივისცემას სახელმწიფოთა სუვერენული განვითარებისადმი. ჩვენ მივისწრაფით ბევრად უფრო სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის მშენებლობისადმი. საერთაშორისო დონეზე ამჟამინდელი დაძაბული ვითარების პირობებში განსაკუთრებით მოთხოვნადია ჩვენი მჭიდრო კავშირები. ჩვენ ვაძლიერებთ კოორდინაციას როგორც გაეროს, ისე ბრიქსის, დიდი ოცეულისა და სხვა პლატფორმების ფარგლებში. ურყევი დახმარება ჩინურ-რუსული ურთიერთობების ხანგრძლივი, სტაბილური, მტკიცე და მდგრადი განვითარებისთვის. ეს არის ჩემ და პრეზიდენტ პუტინის მიერ გაკეთებული სტრატეგიული არჩევანი. ეს ორივე ქვეყნის ინტერესშია და გლობალური განვითარების საერთო ტენდენციას შეესაბამება. პრეზიდენტ პუტინთან შევთანხმდით ჩინე-რუსეთს შორის კეთილმეზობლური და მეგობრული თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე. რამდენიმე გავლენიანი დასავლური მედიის ინფორმაციით პეკინში დონალდ ტრამპსა და სინ ძინპინს შორის გამართულ შეხვედრაზე ჩინეთის ლიდერმა თავის ამერიკელ კოლეგას განუცხადა, რომ შესაძლოა პუტინმა მალე ინანოს უკრაინაში შეჭრა. სინ ძინპინთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან პერიოდული ყურადღების გამახვილება სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე